საქართველოში iPhone-ის რეალიზატორ კომპანიებს iTechnics-ა და iPhone Plus შორის დავა სასამართლომდე მივიდა. დეტალებში ჩვენი ჟურნალისტი სალომე მეცხვარიშვილი გაერკვა, რომელმაც ყველა მხარეს მოусმინა და ჩვენი მაყურებლისთვის სიუჟეტა ჩეკნა. სოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანია Apple-ს საქართველოში ოფიციალური წარმომადგენლობა არ ჰყავს. თუმცა ქართული ტექნიკის კომპანიებისთვის ამას ხელი არ შეუშლია ერთმანეთთან სწორედ Apple-ის წარმოებული პროდუქციის გამოიდაონ. Steve Jobs-ის შექმნილი iPhone-ი გახდა დღეს ქართული ტექნიკის ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული დაპირისპირების საგანი. კომპანია iPhone Plus-ი გაკოტრების რისკებზე საუბრობს, iTechnics კი კონკურენტებს კარტელურ გარიგებაში ადანაშაულებს. საქმე ერთდროულად რამდენიმე უწყებაში მიმდინარეობს. ამჟამად iPhone Plus $1,600,000 ლარიანი ყადაღა ადევს. შესაბამისი გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლომ კომპანია iTechnics-ის სარჩელის საფუძველზე მიიღო, რომელიც კონკურენტს მისთვის Facebook-ის ყალბი პროფილების შექმნის გამო კომპანიის დაზარალებაში ადანაშაულებს. მე ხელში მიჭირავს ისტორიული და უპრეცედენტო განჩინება, რითიც iPlus-ის აქტივები დააყადაღეს $1,600,000 ლარით, იმ მოტივით, რომ თითქოს ჩვენ Facebook-ის ადმინისტრაცია ვაიძულოთ, რომ წაეშალა iTechnics-ის Facebook გვერდი. iPlus-ის ანგარიშებზე ამხელა თანხა კი ამის ნახევარიც არასოდეს ყოფილა აკუმულირებული, შესაბამისად, თუ ეს ყადაღა არ მოიხსნება სასწრაფოდ და დროულად არ მიიღებს სასამართლოს სამართლიან გადაწყვეტილებას, iPhone Plus-ი გაკოტრების ზღვარზეა უკვე. ექსპერტებს ვთხოვეთ დაეთვალათ ის ზიანი, რომელიც მიადგა iTechnics 5 წლის განმავლობაში iPlus-ის მართლსაწინააღმდეგო ქმედებების შედეგად. ეს მართლსაწინააღმდეგო ქმედებები გამოიხატა რამდენიმე მიმართულებით. პირველი მიმართულება ის იყო ყალბი ვებგვერდის დამზადება iTechnics G. ამ ვებგვერდზე განთავსებული იყო ჭიკარტებიანი უნიტაზების, გასქურების, მაცივრების, პილოების სურათები. მეორე მიმართულება ის იყო Facebook-ი. Facebook-ზე იქმნებოდა გვერდები ვითომ iTechnics-ის მიერ, ასე ვთქვათ, შექმნილი გვერდები, რომელსაც რეალურად აკონტროლებდა iPlus-ი. ყადაღის გარდა iPlus-ი კომპანიის მიმართ სხვადასხვა მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს. ერთი მხრივ კომპანიის წინააღმდეგ მოკვლევას კონკურენციის სააგენტო ახორციელებს. მეორე მხრივ ტექნიკის მაღაზიაში დაახლოებით 1 წელია შემოსავლების სამსახურია შესული. კომპანიაში ეცხადებენ, რომ ამ ყველაფრის უკან iTechnics-ის ეგრეთ წოდებული ფიქტიური მფლობელი და სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძე დგას. iTechnics-ის იურისტი სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის iTechnics-თან კავშირს არ უარყოფს, თუმცა აცხადებს, რომ ამ არგუმენტის მოტანა არასწორია. რამდენადაც ამ ლოგიკით მოსამართლეების ნათესავებმა სასამართლოს პრაქტიკაზე საერთოდ უარი უნდა თქვან. ბიზნეს კონტრაქტის კამერასთან იურისტი იმ მიზეზებსაც განმარტავს, თუ რატომ მოითხოვეს iPlus-ისთვის ყადაღის დადება. ჩანს ახასიათებს მარღეშულს, რომ 2 წელზე მეტი არის iPhone Plus-ის წინააღმდეგ ხორციელდებოდა ზეწოლა, იგივე ფინანსური პოლიცია იყო შემოსული, ალბათ იცით, წაიღეს 222 ტელეფონი და დღემდე არ ვიცით სად არის ეს ტელეფონი დაყადაღებული და არ გვიბრუნებენ. მისი მეუღლე, მთავარი მენეჯერი iTechnics-ში, მისი მეუღლის ძმა არის დამფუძნებელი. ჩვენი აზრით ფინანსური პოლიციის და სხვა ქმედებებიც მისი დამსახურებაა, ბჭყალებში რო ვთქვათ. მთელი ეს კამპანია, მთელი ეს ქარიშხალი ჭიქაში, რომელიც მან ატეხა აი ამ ასე ვთქვათ პრეს-კონფერენციით და შემდგომში მედიის ყურადღების მიქცევით, ემსახურება პირადად მისი მხრიდან პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას. სავარაუდოდ ის ასე ვთქვათ გადაათამაშებს ბოდიშით ამ გამოთქმაზე თავის ბიზნესს სხვა კომპანიებში და ფაქტიურად iPlus-ისგან დატოვებს ასე ვთქვათ ფუტლერს, ღია დოკუმენტებს მხოლოდ, რომელსაც არანაირი აქტივები არ ექნება და შესაბამისად თუ კონკურენციის სააგენტო ჯარიმას დააკისრებს, ჯარიმას ვერავინ ვერ გადაიხდის. iTechnics-ის ბრალდების გამო ბიზნეს კონტრაქტის სააპელაციო სასამართლოსაც დაუკავშირდა და ვალერიან ცერცვაძისგან განმარტებები მოითხოვა. უწყებამ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის წერილობითი განცხადება მოგვაწოდა, სადაც ვალერი ცერცვაძე კომპანია iPhone Plus-ის საქმეზე სამართლებრივ პროცედურებთან მის კავშირს უარყოფს. ვალერი ცერცვაძე კატეგორიულად უარყოფს კომპანია iPhone Plus-ის მიმდინარე საქმის სამართლებრივ პროცედურებთან მის კავშირს და აცხადებს, რომ არც წარსულში და არც ამჟამად არანაირი ბიზნეს ინტერესები არ გააჩნია. რაც შეეხება კომპანია iTechnics, მისი 100%-ის დამფუძნებელი არის ბაქარ მიქუჭაძე და აღნიშნული წარმოადგენს მის კერძო ბიზნესს, ხოლო ვალერი ცერცვაძის მეუღლე დასაქმებულია ძმის კომპანიაში. სახელშეკრულებო ურთიერთობების საფუძველზე და შესაბამისი ანაზღაურებით ასრულებს მენეჯერის უფლებამოსილებას, რაც სრულ შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან. ტექნიკის მაღაზიების საქმეზე მოკვლევას კონკურენციის სააგენტოს ახორციელებს. უწყებამ მოკვლევა iTechnics-ის საჩივრვის საფუძველზე დაიწყო. ამ შემთხვევაში კომპანია iTechnics Apple City-ს, iPlus და iStyle-ს კარტელურ გარიგებაში ადანაშაულებს. როგორც კონკურენციის სააგენტოში აცხადებენ, ამჟამად კომპანიებიდან ინფორმაციის გამოთხოვის პროცედურები მიმდინარეობს.